დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში მყოფ ჩერქეზულ დიასპორას შეხვდა. ბაბუნა დავითაიამ სტუმრებს კონკურსში გამარჯვებული ყაბარდო-ბალყარელის ჰუსეინ კოჩესოვის ძეგლზე მუშაობის პროცესი გააცნო. ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით იმყოფებიან, რომელიც გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. სტუმრებს შორის არიან საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები თურქეთიდან, იორდანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შეგახსენებთ, რომ მემორიალი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება, ანაკლიაში განთავსდება ჩერქეზული დიასპორის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა ბაბუნა დავითაიას მხარდაჭერისთვის სპეციალური სიგელი გადასცა. ქართველებსა და ჩერქეზებს შორის ეს ურთიერთობები ღრმავდება, ჩვენი ისტორიული მეგობრობა უფრო ღრმავდება. დღევანდელი შეხვედრა, ეს შეხვედრები, რომელიც ბოლო პერიოდში ესე გახშირდა, არის გარანტი, არის გადადგმული ნაბიჯი მშვიდობიანი კავკასიისაკენ. ძალიან მალე გაიხსნება ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის მემორიალი, გენოციდის აღსანიშნავი, რომელიც მათ განიცადეს 150 წლის წინათ. ეს არის ჩვენი მორალური ვალი, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი უახლოესი მეზობლების, უახლოესი ნათესავების მსხვერპლს. ვისაუბრეთ 21 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მინისტრისგან ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. ამ ძეგლის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩერქეზი ხალხისთვის, რადგანაც ეს ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას გენოციდთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ბატონ პაპუნას ჩერქეზი ხალხის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოს სახელით მადლიერების ნიშნად სპეციალური ჯილდო გადავეცით.